საღამოს ცხინვალთან თავი მოიყარა თავდაცვის სამინისტროს 7000-ზე მეტმა მეომარმა, 100-ზე მეტმა ტანკმა და ჯავშან მანქანამ, 50-ზე მეტმა საარტილერიო დანადგარმა და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებამ. თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში იყო გამანადგურებელი თვითმფრინავების Su-25-ის 1 ესკადრილია და ვერტმფრენები. თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავალებათა ქვედანაყოფი 1200 მეომრით. 58 არმიის პირადი შემადგენლობა დაახლოებით 70000 აღწევდა. მის არსენალში იყო 600 ტანკი, 2000 ჯავშან მანქანა, 125 ერთეული ქვემეხი და ნაღმით ხორცნი, 190 ერთეული ზალპური ცეცხლის სისტემა გრადი და 450 საზენიტო დანადგარი. რაც შეეხება ავიაციას, ჩრდილო კავკასიაში იყო განთავსებული დაახლოებით 200 მოიერიშე და ბომბდამშენი თვითმფრინავი და 150 ვერტმფრენი. ამ არმიამ წვრთნები